დარტყმაყოფილი მეგობრისგან არჩევნებამდე 2 დღით ადრე ვლადიმერ პუტინს მისი ყველაზე ახლო თანამოაზრე მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუშკოვი აკრიტიკებს. იგი პირდაპირ ამბობს, რომ წარუმატებელი ეკონომიკური რეფორმების გამო რუსეთში შესაძლოა სიტუაცია რევოლუციამდეც კი მივიდეს. ლუშკოვმა დღეს ქრონიკას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და უამბო, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკას არ გადახედავს. ნახეთ ნოდარ მელოდის ექსკლუზიური ინტერვიუ და კიდევ ერთი რეპორტაჟი მოსკოვიდან. Знаете, у каждого человека есть грязное белье. Поэтому говорят, что черное белье нехорошо. ციგნის ფურცლებზე გადატანილი პოლიტიკური ცხოვრების სკანდალური დეტალები მოსკოვში ბესტსელერია. პუტინი პუტინმა პუტინს. რუსეთის პრემიერის სახელი სხვადასხვა ციგნის ყდაზე თითქმის ყველა ბრუნვაში შეგხვდებათ. გაშარჟებული პრემიერი, მისი ცხოვრების უცნობი დეტალები თუ უბრალოდ ბიოგრაფია. ეს ყველაფერი დღემდე კარგად იყიდებოდა, თუმცა ყველა რეკორდი პუტინის შესახებ გამოცემულმა ბოლო ციგნმა მოხსნა. გამოცემა სერიიდან კრემლის ბინძური თეთრეული და პასუხი კითხვაზე, რისთვის ბრუნდება პუტინი კრემლში, ციგნის მაღაზიებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოლიტიკა მაინტერესებს და ამიტომ ვკითხულობ ციგნებს პოლიტიკოსებზე. პუტინის შესახებ გამოცემულმა ბოლო ციგნმა დამაინტერესა. მართლა საინტერესოა, რატომ ბრუნდება კრემლში. მით უმეტეს ციგნის სერიიდან კრემლის ბინძური თეთრეული ხომ ყველას ყურადღებას იქცევს. ყველას აინტერესებს კულუარული ამბები. კულუარულ ამბებს პუტინის შესახებ მხოლოდ პუტინზე დაწერილ ციგნში არ წააწყდებით. მაღაზიების დახლებზე ახლა გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ცნობილი რუსი ბლოგერის ალექსეი ნავალნის ციგნი „ქურდების პარტია“. 300 გვერდიან გამოცემაში ნავალნი დეტალურად აღწერს, როგორ იპარავს პუტინი ხმებს. პოლიტიკური ლიტერატურა მოსკოვში ახლა უბრალოდ მოდაშია. ყველა სურს გაიგოს უფრო მეტი მათზე, ვინც მათ ქვეყანას მართავს ან მართვის სურვილი აქვს. კომიქსები ვლადიმერ პუტინზე, ციგნი ვლადიმერ პუტინის განვლილი ცხოვრების შესახებ. ვლადიმერ ჟირინოვსკის ავტობიოგრაფიული გამოცემა. ცნობილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ციგნი, სადაც ის დეტალურად ყვება, როგორ გაყავდა არჩევნები 2011 წლის დეკემბერში. ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ პროხოროვის ავტობიოგრაფიული ციგნი, რომელიც სპეციალურად საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოსცეს. პოლიტიკური ლიტერატურის თაროზე ახლა კიდევ ერთი სკანდალური გამოცემა გამოჩნდა. არჩევნებამდე 3 დღით ადრე იური ლუშკოვი ალაპარაკდა. მოსკოვის ყოფილმა მერმა მთელი თავისი სათქმელი ერთ ციგნში ჩაატია და პუტინს პირდაპირ რჩევა მისცა, რომ თუ არ იქნება ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები, მაშინ რუსეთში რევოლუცია გარდაუვალია. არჩევნებამდე 3 დღით ადრე ყველაზე დიდი სიურპრიზი ვლადიმერ პუტინს ყოფილმა მეგობარმა იური ლუშკოვმა მოუმზადა. ასე შეუძლებელია ცხოვრება, ფიქრობს მოსკოვის ყოფილი მერი და ასე დაარქვა ციგნს, სადაც დეტალურად გაწერა, თუ რატომ მიდის რუსეთი უფსკულურისაკენ. მოქმედი ხელისუფლების კრიტიკა ჯერ ძროხების თემით დაიწყო. დღეს ჩვენ ორჯერ ნაკლები მსხვილფეხა საქონელი ყავს ვიდრე ომის დროს. შემდეგ ახალი პარლამენტი გალანძღა. сомнению даже по результатам выборов. Посмотрите, какие არჩევნების შედეგები ძალიან საეჭვოა. შეხედეთ ხალხს როგორი რეაქცია აქვს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. результатов выборов в Государственную Думу. ბოლოს კი დაასრულა გაფრთხილებით, რომ რუსეთი უბრალოდ იღუპება. Если не изменим принципиально, თუ ჩვენ არ შევწყვით რადიკალურად სახელმწიფოს ეკონომიკურ კურსს, ჩვენ ქვეყანას უბრალოდ დავკარგავთ. потеряем страну. 320 გვერდია ციგნში ლუშკოვი ყოფილ მეგობრებს პირდაპირ აკრიტიკებს. დუმილი მოსკოვის მერმა არჩევნებამდე 72 საათით ადრე დაარღვია. ის რაც ციგნში არ დაწერა, კამერის წინ თქვა და იმედთან ინტერვიუში რუსეთში არაბული რევოლუციების ტალღის გავრცელება არ გამორიცხა. находясь на нефтяной и газовой ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება დღეს უპერსპექტივოა, მეტიც უკიდურესად საშიშია, იმიტომ რომ სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის დამოუკიდებელი და მან სუვერენიტეტი დაკარგა. შესაძლოა რუსეთში დადგეს რევოლუციური გაზაფხული? მე ვფიქრობ, თუ ჩვენ არ განმახორციელებთ რადიკალურ ცვლილებებს ჩვენ ცხოვრებაში, მაშინ კი. მე ჩემს ციგნში გავწერე რჩევები ხელისუფლებისთვის. თუ ის არ გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს, ის დაუშვებს შეცდომებს და მოიქცევა უპერსპექტივოდ. თუ არ შეიცვლება კურსი, მაშინ ან რუსეთი ჩამოიგრევა, ან იქნება ისეთი მასშტაბის გამოსვლები, რომ მივალთ რევოლუციამდე. სიტყვა რევოლუცია ლუშკოვმა გამოსვლისას 8-ჯერ ახსენა და ხელისუფლება გააფრთხილა, რომ უნდა უსმინოს ხალხსაც. 2 წლიანი დუმილის შემდეგ მოსკოვის მერმა სახელისუფლებო კულუარების რამდენიმე კარტი გახსნა და ციგნის პრეზენტაციაზე ღიად განაცხადა, რომ რუსეთში ახლა ნაცრისფერი დემოკრატიაა.
დღეს არსებობს განსხვავებული მიზეზები იმისა, თუ რატომ გამოდის ხალხი ქუჩაში. მათ შორის არის ეკონომიკური პრობლემები, რეალური დემოკრატიის არარსებობა და სტატუსი, რომელიც საერთაშორისო არენაზე ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ჩვენ ხომ ნაცრისფერი დემოკრატიის ქვეყანას გვიწოდებენ. სწორედ ამ მიზეზის გამო გამოდის ბევრი ხალხი ქუჩაში. ხას უსვამ ანომალიურად ბევრი ხალხი. სკანდალური წიგნისა და განცხადებების შემდეგ ლუშკოვმა ყოფილი მეგობრები უკვე ოპონენტის აპლოში გააფრთხილა. თქვა, რომ დემნის მიუხედავად რუსეთის დატოვებას არ აპირებს და მოსკოვში იქნება მანამ, ვიდრე მისი შევიწროება უფრო დიდ მასშტაბებზე არ გავა. პასუხი კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ლუშკოვი პოლიტიკაში, მან ისევ უკომენტარო დატოვა. Политики, безусловно.